Hi guys! სულ რაღაც 10 გამომწერი მყავს თუ 15, მაგრამ მოკლედ, ვიღებ მეორე vlogs YouTube-ისთვის. ამჯერად უკვე პრაღაში და ამჯერად უკვე ჩემ ქმარუკასთან ერთად. და ამჯერად უკვე უფრო მეტი ვიდრე 100 евро, ხო? კი. ამჯერად უკვე კარგი ტექნოლოგიაც მაქვს, აპარატი, მიკროფონი. ჩემ ქმარსაც გავუკეთე, ხო მოგწონს ყველაფერი? შენ ხო მოგწონს ყველაფერი? კი. ხო და მოკლედ დღეს ჩამოვედით, ახლა სადღაც 1-2 საათია პრაღაში. ეს არის ჩვენი სასტუმრო, ძალიან ლამაზი ლობი აქვს და თვითონ ოთახიც კარგია. მე დაგათვალიერებინებთ. და ქვია green lobster-ი, მაგრამ ჩემი აზრით red lobster-ი უნდა ერქოს. ესე იგი მოკლედ წამოვედით ახლა შევჭამთ. იმედია დაკეტილი არ იქნება, იმიტომ რომ სასტუმროში რომ მოვედით, რა ვიცი, არავინ არ დაგხვდა საერთოდ. აი მე რაღაც როგორ ვიყებ. და ანუ რაც იყო მითითებული, მივწერეთ იმ ნომერზე და ხო და მოკლედ ანუ გასაღები არ გქონდა რა ოთახის კარებს. კოდი მოგწერეს და ესე ძალიან მარტივად Wi-Fi-ის პაროლიც მოგწერეს, გუითხეს საუზმე როდის არის. ანუ არ ჭირდებათ რა იგჯდო. ანუ ძალიან კაი ხალხია რა. მეც მინდა ეგეთ სამსახური. შენ რა სიტყვით? მძიმეა. ძალიან ლამაზი ქუჩებია ეს ვიწრო ქუჩები და სხვათა შორის ჩვენი სასტუმროც ძალიან კარგ ლოკაციაზე არის. აი რავი 5 წუთში უკვე ცენტრში ვიქნებით ფეხით. უკვე ძალიან მოხიბული ვარ ამ ქალაქით და იმედია კიდევ უფრო კარგ დროს გავატარებთ მე და ჩემი თემული. ისე გაითვალისწინეთ რომ ძალიან ცივა -4-5 გრადუსია ხო თემ. მე მგონი მეტყობა ცხვირზეც. დეკემბერში ძალიან ბევრი ხალხია აქ. მაგრამ მე უკვე იანვარი, თებერვალი, მარტი ნაკლებად და ანუ ესე იგი ისეთ ღირსშესანიშნავურ ადგილებში ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე, ფაქტიურად ხალხის საცობია. და მე მგონი ესეთი პერიოდი უფრო კარგია რა, რომ ჩამოხვიდე ფოტოებისთვის. ძალიან ბევრი ხალხი არ შეგიშლის ხელს. ასე რომ შეგიძლიათ ჩემსავით ჩამოხვიდეთ და გაიყინოთ. ძალიან მაგარი ადგილია თან, ნამდვილად კარგად არჩიეთ. ჯერ ერთია ძალიან თბილად შეგვხვდა ოფიციანტი. ჯეიკობი ქვია, დაიმახსოვრეთ, ეგრევე გითხრა გამარჯობა. ეგრევე ქართულად მოგვესალმა. ეგ ერთია. მეორე კიდევ ეს შევამჩნიე რომ თითქმის ყველგან black for me and other for mix for her. Oh, thank you. შევამჩნიე რომ ჩვენ ხო ფაქტიურად ცენტრში გავიარეთ. თითქმის ყველა რესტორანი იყო ცარიელი. და მხოლოდ ეს, როგორც ჩანს, ყველაზე მკვდარ სეზონს ჩამოვიდით ჩვენ, მაგრამ მაინც მხოლოდ ეს არის სავსე ხალხი. თამრიკო. ძალიან გემრიელია. მე და თემო ჩამოვუარეთ წეგან მაკდონალდს თემო აქ რო ჩამოხვალდა მაკდონალდის საჭმელს შეჭამო და ეხლა რა ხდება წავედით ერთ-ერთ რესტორანში სასაცილოა, კარგად ჭამე შენ რომელიც მე ძალიან მომეწონა და ავიღეთ მოკლედ დღებ შიერი ვარ ანუ იქ რომ მივედით მიმტანმა გვითხრა რომ შეგიძლიათ თქვენ სცენაზე ნახოთ რა და დამაინტერესა ქართულად როგორ იქნებოდა და ღორის მუწუკი ესე ეწერა შვენივრად ვიცი რა არის ეს ხო და მოკლედ თემოს არ მოეწონა საქართველოში ძალიან ბევრი არის და არასდროს არ მომწონდა მაგრამ ხო და მე ახლა ეს მთლიანად შევჭამ მე და არც ერთ კარტოფილს არ მოგწევ იმიტომ რომ მაგვა ხო ანუ მე კარგად ჭამე გემრიელად ახლა გამოვედით და შევიდე მაკდონალდში ვით არ უნდა თქვა არაფერი ხო ხედავთ წინ დაგხვდება შენი ნათქვამი რა დავქვამე ხო თქვი მაკდონალდში როგორ უნდა შეხვიდე აქო ხო და შევა ნახოთ ამ დღეებში რას მე შევჭამ
რაშა? კაი, ნახო. ეხლა რო გითხათ რომ გადავირია და ესეთი გემრიელი არაფერი მიჭამიათ ხო მოგატყუებთ, მაგრამ ნუ ეხლა სხვა ქალაქში რო ჩამოდიხარ, იქაური კულტურა ხო უნდა გაიცოდო. კარგი იყო, რა ვიცი. ლუდი ძალიან მაგარია, ლუდი ძალიან მაგარი იყო, მაგრამ კანჭი ეხლა კი, გემრიელი, მაგრამ საქართველოშიც მე არა ვარ მაგის მოყვარული. მაკდონალდის მოყვარული ხო? მაკდონალდის მოყვარული არა ვარ, მაგრამ მოგიწია. მიჩემია. რა ვიცი, მე კი გემრიელი ვჭამე. ხო, რამდენი მთლიანად ეს კანჭი შენ ჭამე? მთლიანად არ მიჭამია. მთლიანად ჭამე. ერთი პატარა ნაჭერი ხორცის დავტოვე. პატარა 80% შენ ჭამე. აბა შენ არ შეჭამე და? არ უნდა ეხლა ვითომ ისე ცოტას და იმინა მაგრად ხოშიანად შეჭამე. თემური. ხო, თამარ. ესეც ჩვენი მეორე დღე. დღეს ცოტა გვიან გამოვედით. 12-ია ხო თუ პირველი. ძლივს ავდაკით. ხო და მოკლედ წავედით ახლა ჩარლზ ბრიჯზე და მე იქიდან გავუყვებით ოლდ თაუნში. თან დაგათვალიერებინებთ. თემურიც იღებს თავისი ოსმოთი. მოკლედ ჩვენ შეგვისრულდა ქორწინების 5 წლის თავი და ჩემმა თემული მომიწყო ესეთი საჩუქარი და ჩამოვედით პრაღაში. და მე აი ეს ვაჩუქერითაც ახლა იღებს. ხა მოგწოს თემური ჩემი საჩუქარი. მე სთან მოგწოს შენი საჩუქარი, მაგრამ ჩემი ჯობია ხო? ხო, წავედით ახლა. ჯობია. ჩემი საჩუქარი. შენი საჩუქარი? ხო, ოსმო. ოსმ პრაღას ჯობია? ჩაიჭერი. კაი, ჩავიჭერი ხო. ой, მე ველამასია. შეყვარელია. თემ. აქ შენი სამყაროა. ხო, მილიონების სამყარო. კანაფის მაღაზია. საერთოდ ყველაფერი კანაფს უკავშირდება აქ იმ დღეს მაღაზიაში. შამპუნი, ბალზამი, ჩაი, ყავა, რა ვიცი, ყველაფერი კანაფის ჰქონდა. აი მე და შენ თემ. ზეღარ მომყავს უკვე. სადაგზა ჩერდება და კი, ეხლავე მოვდივარ და სულ 5 მეტრი გაიარა ალბათ 9 საათის განმავლობაში. რაღაც საოცრება. შტაბის ქვეშ არის. აბა როგორ არ ვიქნები მაგ შტაბის ქვეშ. თემ, შენ იცი აქ რომელიღაცას უნდა შეეხო და ეს არის იღბალის მომტანიაო. იღბალი. ზოგადად ხალხო რო იცოდეთ თემოს დასდეს უიღბლობა. ადრე ჩინეთში რო იყო წასული, მერე პანდემია დაიწყო და ეხლა აქ რო ჩამოვედით ისეთი ყინვებია და სასტუმროში გითხრა იმ გოგომ რომ ესეთი ყინვები ზოგადად არ არისო და ალბათ თემამ რო გადაწყვიტა ჩამოსვლა. ხო. A little while from now, if I'm not feeling any less sound, I promise myself to treat myself and visit a nearby town and climb. Ay, იღბალის მომტანი. ზოქროს ძაღლი. ამას უნდა შეეხოთ. აქ რო ჩამოხვალთ იღბალის მოსატანად. ნუ ისაც გჯეროთ შეეხეთ. ქმარი დავკარგე. წარმოდგენა არ მაქვს სად არის. Stood him up, no point in us remaining. We may as well go home, as I did on my own, alone again. Naturally, to think that only yesterday I was cheerful, bright and gay, looking forward to wouldn't do the role I was about to play, but as if
to knock me down. Reality came around, and without so much as a mere touch, cut me into little pieces, leaving me to doubt. Talk about God in His mercy. If He really does exist, why did He desert me in my hour of need? I truly am indeed alone again. Naturally. მარშტელოები აიღე. რაღაც ქვები. აბა ვაჩვენ. აქ მობრძანდით ხალხო. აი ესეთ ადგილებში, მაგრამ ძალიან ზვირი, აი ძალიან. აი ესეც მარშმელოუ, რამხელა. შემოგვაღამდა. ნენელამაზე ჩადის. სამთარში თუ იმოგსტავრებთ, აქ ადრე უნდა გამოხვიდეთ ხოლმე. და 5 საათზე უკვე შავ 5-6-ისკენ. მოკლედ, მოვედით ახლა საჭმელად. ხონდა სასიამოვნოდ გავატყეთ დღევანდელი დღე. თემური. აბა რა თქვი როგორი ქალაქია? ქალაქი არის ხელოვნების ნამუშევარი. ნიმუში. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის სასახწერად. რაღაც ზღაპარია. კი, ძალიან ლამაზი ქალაქია. გოთიკური ზღაპარი. ხო და აუცილებლად თუ აპირებთ მოგზაურობას, მე გირჩევდით, აი აირჩიეთ ეს ქალაქი. თან ანუ ჩვენ ჩამოვედით 5 დღით, ხო? და ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ კიდე არ ეყოფა რა ეგ დღეები. ერთი რო გარედან ნახო ქალაქი. გულისხმობ. ქუჩები, აი ქუჩების დათვალიერებას ვერ მორჩები. გარე არქიტექტურა, ხო? მაგრამ მუზეუმებში ამაზეც ცალკე დრო სჭირდება. ძალიან მომწონს ისე აქაური ბარები და კაფეები, აი ძალიან საყვარლად ისეთი მყუდრო ადგილებია და აქ რო ჩამოვხვალთ, მართლა ყოველღამე ვუდი უნდა დალიოთ. გამყინვარებაში მოვედით ფაქტიურად. ჩვენ რო ჩამოვედით, უბრალოდ თემური რო ჩამოვიდა. უიღბლობა გადასდო ქალაქს. და ახლომდებარე ტერიტორიაზე მოხდა რაღაც ავარია და გუშინ ღამე გაითიშა გათბობა. ჯერ საერთოდ პირველ დღეს რო ჩამოვედით, იმ დღესაც გავიყინეთ, იმიტომ რომ ჩვენ წინ ვინც ცხოვრობდა, როგორც ჩანს რაღაცა აურია და გამორთული იყო გათბობა. უпростоრედ დაწეული იყო. და მაგ დღესაც გავიყინეთ. მე გაგვიკეთეს გუშინ. მაგრამ გუშინ ღამე რო დავვლით, მე თურმე მოხდა ეს ავარია და აი ესე საერთოდ გაითიშა გათბობა. ხო და მოკლედ 2 დღეა გამყინვარებაში ვართ. და გუშინ რო გეუბნებოდით იქ ჩარლზის ხიდზე რაღაც ქანდაკება რო არის და ხელი რო უნდა მოუცაცუნო იმ ოქროს ძაღლს თემოს ეუბნებოდი მეთქი შენ არ მოკიდო ხელი რომ თლიანად ქალაქს უიღბლობა არ გადასდო თქო. ხო თემული. ხო. წავედით ახლა დღეს მე მგონი პირველი პრაღის სასახლეში შევალთ. ყველაზე ესეთი მთავარი ადგილი რაც უნდა ნახოთ პრაღაში. წავედით. Don't count for much, but I'm not letting go. I believe there's too much to believe in. So lift your eyes if you feel you can. Reach for a star and I'll show you a plan. I figured it out what I need.
პრაღის ციხესიმაგრე, ეგრეთ წოდებული პრაშკი ხრად. ეს არის უდიდესი ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს მაღლობზე, საიდანაც მთელი პრაღა ჩანს. იგი დაარსდა მე-9 საუკუნეში, თუმცა დღემდე არაერთი სტილის შენობებია შენახული, როგორიცაა რომანული, გოთიკური, ბაროკო და ასე შემდეგ. აქ მდებარეობს ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაც. ციხესიმაგრის შიგნით შეგიძლიათ ნახოთ წმინდა ვიტუსის ტაძარი, ძველი სამეფოს სასახლე და ოქროს ქუჩა, წვრილი ფერადის სახლებით, სადაც ოდესღაც ალქიმიკოსები ცხოვრობდნენ. წმინდა ვიტუსის ტაძარი კი არის ჩეხეთის ყველაზე დიდი და მთავარი კათედრალი. მისი აშენება დაიწყო 1354 წელს და დასრულდა მხოლოდ მე-20 საუკუნეში. ტაძარი გოთიკურ სტილშია და მის შიგნით არის ვიტრაჟები, მათ შორის ცნობილი ალფონს მუხას ნახატიც. ახლა ავდივართ კოშკზე და 287 საფეხურია. ჯერ დასაწყისში ვთ. უკვე დავიღალე. თან საცობია. ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის და ამოვედით. ამოვედით არა, ამობობხდით. მაგრამ გირჩევთ ნამდვილად, რომ აქ ამოხვიდეთ მთელი ქალაქის ხედი ჩანს და ძალიან ლამაზია მართლა. თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ აქ თუ მოხვალთ, საკმაოდ ბევრი დრო უნდა გამოყოთ ამ ადგილის დასათვალიერებლად. ჩვენ გიდი არ აგვიყვანია, არც აუდიო გიდი არ აგვიღია, ეს რა თქმა უნდა კიდე ცალკე საფასურია. აუდიო გიდზე ეწერა 3 საათი და 3 საათზე მეტი არის მე მგონი უკვე რაც აქ ვართ. ვერ ვასწრები ყველაფრის ნახვას რაც მინდა და მოდით მოვფიქრობთ რომ მეორეთაც ჩამოვიდეთ. და ამბობენ რომ ყველაზე ლამაზი პერიოდი არის გაზაფხულზე მაისში. და თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩამოსვლათ, აირჩიეთ ზუსტად მაისი. ჩადი ხარ? დაიღალე? თავმოხმო. ჩადი მე. ვიცი გუშაობს, ალბათ ახლა დაჭირდება ეს. სპორტამაშია. მიკროფონი დამიგდა. და შესაძლოა ტრეკი აღარ იყოს რა. ჩადი. ჩეხურე? გამარჯობა არის? ახლა და როგორი კომაგობა? Dziękuję. ეს არის კოშკებში. ადრე როცხობდნენ პრინცესები და პრინცი რომ დამოსულიყო და რაღაც ისეთები. და ეს პრინცი რომ გაივიდა ხელა გზას და მე ეს პრინცესა უარს რო იყო და რანამუსი, პროფტა რანამუსი. ხო და მე მგონი არც ეუბნებოდნენ უარს, ვერც ეთყოდნენ. იმ ხელა გზა გამოიარეს. უნდა იყვანო საკეთა. აქ არის ესეთი პაკეტები, ძაღლი თუ მოისაქმებს, რომ გამოიყენო რა მოკლედ და აქ არის ეგეთი რაღაც წარწერა და ერთი სიტყვა შემომჩნია ნემუსი და თემოსეულები მეთქი ალბათ იმას ნიშნავს, რომ ნამუსი იქონია და მე გადავთარგმნებ და მართლა ნიშნავს თქვენ ძაღლს თქვენი არ უნდა ცხონოდეს. ეს არის Infinite Book Tower. ესეთია. სულ ბევრი ხალხი არის და რიგში დგომა მოგიწევთ. გვეჭველი აქვს შემოხვალ. ესე იგი, აპარატი გამიჭდა, ტელეფონით გადავიღებ. გავაგრძელებ გადაღებას და მოვედით ახლა ტრუდელნიკების საჭმელად. ყველაზე ესეთი კარგი რეკომენდაცია და მაღალი შეფასება ქონდა ებრაელების უბანში. რატომღაც დაიკეტა. ხონი საერთოდ დაიკეტა.
ხო და ეს ჩარლზის ხიდთან მოვედით და აი ეს ავიღე ახლა. კი, ხოთი. ხო და რავი შევჭამ. ოღონდ ზამთარი რო არის და ცივა ნაყინის არ ავიღებ, ნაღების ავიღებ. ისე ყველას გონია რომ ჩეხური არის ეს ტკბილეულობა და დესერტი, მაგრამ სინამდვილეში თურმე უნგრული არის. უბრალოდ ჩეხეთშიც ბევრი ლოკაცია არის, სადაც შეგიძლია იყიდო ეს რაღაცა გემრიელობა. ჩემი აზრით არ ჩამოუვარდება ჩვენი თან რასაც აკეთებენ. ორი ღამეა ესე მოვდივართ, ისევ ბრუნდებით ჩარლზის ხიდით რა, სახლში. და აი ისეთი ლამაზი ადგილია აქ ხიდი. მართლა ყოველ ღამე უნდა იარო. და ძალიან კაი ადგილი არის სიყვარულის ასახსნელად. ან ხელის სათხოვნელად და ვინმე წყვილი თუ აპირებთ მოგზაურობას და შემთხვევით ვინმე ბიჭი თუ უყურებთ ამ ვიდეოს, გაითვალისწინეთ, კარგი იდეა. სალამი! დღე მეოთხე. ეხლა სანამ გავალთ, მინდა გაჩვენოთ ჩვენი ოთახი, ძალიან საყვარელი სასტუმროა. ესეც ასე, აი, ძალიან საყვარელი ესეთი სავარძლებია. აი კიდევ ესეთი ერთი ცალი ადამიანისთვის. და რა ვიცი, ხედი არ მოგატყუებთ, არ გვაქვს. მაგრამ ნუ ეს ინტერიერი მომეწონა მე და ამიტომ დავჯავშნეთ. თემო დადის და ტრიალებს ესე. ვაიმე, ესე იგი, ყოველ წუთას მაჩერებს, ყოველ წუთას. საერთოდ ხო ისი არის ხოლმე რომ გოგოები ბევრს იღებენ. და თემო პირიქით არის, ეს იღებს ბევრს, მაგრამ მე არაფერს არ დებს. 1000 ფოტოს გადაიღებს და ერთ ფოტოს დადებს ისიც თორიზე, რომელიც 24 საათში წაიშლება. მოკლედ, აი პრაღის ციხესიმაგრის მხარეს არის უფრო ისეთი ნესტიანი ადგილი და ძულებში გამატარა გუშინ რასაც ქვია. თემ. აბა უთხარი ხალხს შენი აზრი ჩეხელებზე. ჩეხელები. ვაიმე გამჭირდა. ჩეხებზე. ჩეხელები საიდან მოვიტანე? ჩეხებზე შენ მითხარი, მე ვეტყვი აუცილებლად ჩემ აზრს, უბრალოდ მითხარი სად ვნახეთ ჩეხები ჩეხეთში. ხო. არა, კი, შეგხვდა ეხლა გუშინაც ვესაუბრეთ. სასტუმროში საუზმეზე. კარგი ადამიანი იყო, თავის ოჯახთან ერთად. ინდოელები შეხვდე. ინდოელები კი არა, ვიეტნამელები, ინდოელებიც, რა ვიცი, გერმანელები, ქართველები. ქართველები ხო? ხო, რაღაც მომენტებში ნამდვილად თავისუფლად მოაზროვნე ხალხი, რაღაც მომენტებში ძალიან კონსერვატიულებიც ხალხი. ხალხო, აქ ყოფილა ნოვი სვეტის ქუჩაზე ესეთი ლუდის სპა. ძალიან საინტერესოა. ჩვენ ახლა რაც ჩამოსული ვართ, საერთოდ არ გამოგვიყენებია ტრანსპორტი, მაგრამ სანამ წავალთ, უეჭველი უნდა ჩავშეთ ტრამვაიში თემური. აუ, სულ ბავშვობას მახსენებს ტრამვაი. ეხლა მოვედით სტრაჰოვის ბიბლიოთეკაში და აი ძალიან ლამაზია. აუ, მე გირჩევთ მართლა რომ აქ მოხვიდეთ. აი ახლა თემური მოგვიყვება, ჩვენი გიდი იქნება. ხო, ჩვენი ყოფილიც კურიოზების კაბინეტი. ადრე არ არსებობდა მუზეუმი, არ ეძახდნენ მუზეუმს. არ ქმნიდნენ როგორც მუზეუმი, არ ქმნიდნენ კურიოზების კაბინეტი, იმიტომ კურიოზი ხო რას ნიშნავს? ადრე სიტყვა კურიოზი ნიშნავდა რაღაცა არაჩვეულებრივი. დღევანდელი მუზეუმების ასე ვთქვათ, წინა სახეობა. ხო და დერეფნის ამ ნაწილში თავიდან პირველ ნაწილში ჩვენ ხედავთ ზღვის ფაუნის წარმომადგენლები, ანუ ზღვის ფაუნის წარმომადგენლები და ზღვის ექსპონატები. გემი მე-17-18 საუკუნის სამხედრო გემის მაკეტი და სამხედრო ექსპონატები. აი მაგალითად ეს მაინტერესებს. შეხედე ფეხსაცმელი, ეს არის კავალერისტის ფეხსაცმელი, როგორც ჩანს ფრანგების მიერ
პრაღის ალყაში აღების დროინდელი 1752 წლის. ძალიან მინდოდა აი აქ შემოსვლა და თურმე დაჯავშნით ხდება. თან კარგახნით ადრე. მე არ შემიშვებს ახლა. მე კი გაჩვენებთ, მაგრამ თქვენ რო ფოტოები გადაიღოთ და ვიდეოები და შიგნით შეხვიდეთ, აუცილებლად დაჯავშნეთ სანამ აქ მოხვდეთ. აქ თქვენ ხედავთ იოანეს ქანდაკებას და აი ყველაზე ესეთი საინტერესო მომენტი ხელში უჭირავს ესეთი კონვერტის მაგვარი რაღაც, სადაც წიგნები ალაგია. და ანუ ესე იცავდა იოანე მხოდა წერას ახარება და სიმბოლურად ეს ბიბლიოთეკაც ესე ვთქვათ იცავს წიგნებს და ცოდნას. ძალიან საინტერესოა რომ ხელით არის დაწერილი ეს ყველაფერი და ძალამაზი კალიგრაფია ჰქონდათ. აი რა საინტერესოა შეხედეთ ამის არის სიმბოლური რუკა ევროპის, ოღონდ მონარქიული ევროპა ხო ხედავთ. მე გვირგვინით არის ქალის გამოსახულება ძალიან საინტერესოა მართლა. მოვედით ლენონის კედელთან, ძალიან ბევრი ხალხი არის. აქ რომ მოხოთ შეგიძლიათ დაწევოთ რამე. თემური და თამარი ეს უნდა დაწეროს ჩემო თემური. აი ესე სამუდამოდ დავრჩებით პრაღაში. მაისში რო ჩამოვალთ, რავი როცა იქნება მე მოვინახულებთ. So tired before the day I met you. Life was so unkind. ძალიან საყვარელი რაღაცებია. რა მაგარია მეთქი. ხომერი. პაგოჭი. საყვარელობა. მე ავიღე ესეთი. რო ჩემი ბაბა მენატრება ძალია. ეს არის პრაღის ყველაზე ვიწრო გზა, მაგრამ რატომღაც დაკეტილი არის. 7 იანვრიდან 23 თებერვალამდე დაკეტილია. ანუ სასტროს მომსახურე პერსონალი აღებს ხოლმე და ისინი აღარ მუშაობენ თვრამად. ტელეფონი შევყავი და ესე გადავიღე. აი რამდენი ხალხი მოვიდა ისე ნახავთ. აქვე პრაღის ვიწრო ქუჩასთან აქვე არის ეს ორი მამაკაცი. ნუ რა ვიცი. მარტო ამისთვის აღირს აქ მოსვლა. თუ მოხვდებით გამოიარეთ. ეს არის ყინულის ფაბი. და ყველაფერი ყინულისგან არის გაკეთებული ჭიქებით და მე დათემო შევალთ ახლა. და მაგის გვერდით არის რობოტიკ ბარი. რობოტი გიკეთებს cocktails. Temuri. Oi, Merciła. Silvia. წავედით დღე
მეხუთე ხო? დღეს ბოლო დღე არის, ხვალ მოვდივართ თბილისში. და დღეს ვეღარ გადავწყვიტეთ. საით წავიდეთ? კი დაგვრჩა რაღაც ადგილები, მაგრამ მიმართულებები ვეღარ გავიგეთ საიდან წავიდეთ. სადაც გული წაგვიყვანს იქ წავალთ. ხო თემული? ხო თემული. მეგობრებო, ჩვენი სასტუმროს გვერდით არის ესეთი ჩიმნი-ქეიქების წერტილი. ძალიან კაი გოგოა და ძალიან კარგად აკეთებს. ხოთა შორის უფრო დიდი პორციებია, ვიდრე აი იქეთ, აი ჩარლზის ხიდისკენ რაც არის. ფასები ზუსტად იგივეა და უფრო გემრიელი არის. ნერუდოვას 42 ნომერში მობრძანდით. ყურს ეს ვაშლის კრემი, მაგრამ ამათთან კარგი იყო ნამდვილად. კი, ქოქოსის ისიც ქონდათ. Hi. We just said that this is one of the best places. Hello, darkness, my old friend. I've come to talk with you again. ქართული რესტორანი შეგხვდა. აი, არი ნესტა. 861 ნომერში. შემოგვახედეს და აი, ძალიან საყვარლობა რა კარგად გააკეთეს. ჩვენი სუნია, უკვე ჩვენი მწადების. კი. ეს არის პრაღის ყველაზე პატარა სახლი. აი, შორიდან გაჩვენებთ ახლა. აი. დიდ სახლებს შორის ესე მიკუჭულია. ნეტა ვინმე თუ ცხოვრობს შიგნით. სარის დასარეკიც აქ ისე. ხო. მეგობრებო, ამ ადგილას მოდით, უამაზესი კიბეებია ფოტოსესიისთვის. ძალიან გამოგადგებათ ეს ადგილი. Bless my soul. I've been alone too long. Somebody without someone is no one at all. ეხლა მოვედით ესეთი არტ მუზეუმი არის, ლუმია გალერი ესე ქვია და სხვადასხვა ოთახებია, ილუზიების თან ინტერაქციულია. ხო და აი რა გირჩევთ რომ მოხვიდეთ აქ.
ჩინური საჭმელი ვისაც გიყვართ, აუცილებლად მოდით ჩინურ სამზარეულოში. მე და თემო ძალიან ბედნიერები ვართ. ხო. ძილის რაღაც ისეთი ჩვენ რო გვიყვარს ეგეთი ჭამეთ და ძალიან იაფია სხვათა შორის თბილისის ჩინურ რესტორნებთან შედარებით, ფასები ბევრად დაბალია. თითქმის ორჯერ უფრო დაბალი. შეა. თემამ ჩინურად დაიწყო. ჩუშია. Niccolo Paganini, concerto for violin and orchestra. Today with glass harp. მოვედით ფრანს კავკასთან, რომელიც თავს ატრიალებს და ძალიან საინტერესო არქიტექტურა ზოგადად, მაგრამ თურმე ასე თქვა, თურმე ხო, ჩემ თავში ყველაფერი წესრიგში არ არისო და არტრიალებსო და შესვენებაზე ვარ გასულიო. ხო და სანამ პრაღაში წამოხვალთ, ამ ადგილის მონახულება თუ გინდათ, ნახეთ კიდევ რემონტი მიმდინარეობს თუ არა. ესეც მოცეკვავე სახლთან მოვედით. ისეთი დაღლილები ვართ ახლა. მაინც ვნახეთ რა. ხვალ უკვე მივდივართ და See the tears in my eyes from a different point of view. Well, she likes the days better when the sun goes down. She loves the rain. Well, maybe that means she can love me somehow. When the sky turns gray, you should see her face. She ain't even faced by the clouds. She loves the rain. Well, maybe that means she can love me somehow. Keeps half a shell she found in Destin. Right on top of bedroom drawer. Next to a dozen dying flowers. She waits until the petals fall onto the floor. Yeah. მე და თემო ორი ლუდი შევუკეთეთ. ბოლო დღე არის ჩვენი პრაღაში და ლუდს დავლებთ ბოლოჯერ. აქ რო ჩამოხვალთ უეჭველი შავი ლუდი შევუკეთეთ ხოლმე. აი უფრო გემრიელია, ძალიან მაგარია. ბაიბა. შეყველი. ძალიან ნასიამოვნები ვარ. მართლა მაგრესი ქალაქია. რა ვიცი, მეც არ ყოფილი სიტყვები. ლუდი ხო ვაფშე ძალიან მაგარია. ერთი 2 საათში წავალთ უკვე აეროპორტში და მერე ჩავალთ ჩემ ბაბოს სანახავად, ძალიან მომენატრა. აი რა ვიცი, ერთადერთი აქ ყოფნისას მაგიტომ მინდოდა დაბრუნება თბილისში, რომ ძალიან მენატრებოდა ჩემი ბაბა. როცა უკვე დაალევთ თქვენს ლუდს, მერე უნდა დადოთ აი ესეც არიან მატარებელზე. თუ მოასწრებთ ხემური. ჩვეულებრივ რკინიგზა გადის აქ. ჩაინიშნეთ ეს ადგილი და მოხვალთ აი ამ საყვარელ მატარებლების კაფეში, თუ რა ვიცი რა დავარქვა.